გამარჯობათ, მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას აგრძელებს. Თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა მემკვიდრეობას. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი ვარ. დღეს შესრულდა დღევანდელ დღეს 14 აპრილს შესრულდა ობიექტივის დაარსებიდან 22 წელი და დღეს გახლავთ დედაენის დღე. 47 წელი გავიდა იმ მოვლენებიდან, როცა სახელმწიფო ენის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ საქართველოს მოქალაქეები და ამანუბიძგა იმ ბრძანებას, რომელიც გამოიცა 1990 წელს, ბატონ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბრძანება იმისა, რომ ენის დღე გახდა დღევანდელი დღე და მე ამ გადაცემაში სტუმრად მოვიწვიე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქალბატონი ლამარა ჯანაშვილი. იგი არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და ამავდროულად იგი გახლავთ ავტორი ამ წიგნისა, რომელიც დაახლოებით საათნახევრის წინ გამოიტანა სტამპიდან ბატონ ანზორ მაძღარაშვილის ღვაწლის უკტავსაყოფად გადაიდგა პირველი ნაბიჯი, ქალბატონმა ლამარამ გადადგა ეს ნაბიჯი, გამოცა წიგნი ბატონი ანზორის საქმიანობის ირგვლივ და ამაში ხელი შეუწყო სახელმწიფო სტრუქტურამ, გამგეობამ, თავისი რაიონის გამგეობამ ხელი შეუწყო, რომ ეს წიგნი გამოსულიყო, დაიდება ბიბლიოთეკაში. ამაზე მე უფრო ვრცლად ვისაუბრებ და ქალბატონ ლამარა დავიწყოთ საუბარი თუ შეიძლება სახელმწიფო ენის ირგვლივ. ჩვენთან თბილისში ტელევიზიაში, ქუჩაში, ურთიერთობაში ძალიან დაბინძურებულია მშობლიური ენა. თქვენთან როგორ არის ამ მიმართულებით საქმე? სოფელ ხორნაბუჯში რა ხდება? პირველ რიგში მივესალმები თქვენს ერთგულ მაყურებელს და ვილოცავ მედია ობიექტივს 22 წელს არის ეკრანზე და უამრავ კეთილსაქმეს ეწევა და ვუსურვებ მას, რომ კვლავ წარმატებით განეხორციელებინოს უამრავი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე. ასევე მაყურებელს მივმართავ, რომ გილოცავთ დღევანდელ დღეს 14 აპრილს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როცა იმ პერიოდში შეუძლებელი შეძლო არა მარტო სტუდენტობამ, არამედ მთლიან ფართო საზოგადოებრივობამ და ამით საფუძველი ჩაეყარა და უფრო თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობას უფრო დიდი ბიძგი მიეცა. თქვენ მაშინ სტუდენტი? მე მაშინ სტუდენტი ვიყავი. მე თელავივში ვსწავლობდი პედაგოგიურ ინსტიტუტში. ეს მოძრაობა უფრო თბილისში იყო ფართო მასშტაბით წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, იქ პროფესორმა სწავლების დამსახურება ძალიან დიდი იყო და მათი მეშვეობით სწორედაც მოსწავლე ახალგაზრდობამ, სტუდენტებმა გმირობა გამოიჩინეს და მართლაც მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. მისასალმებელია, რომ ეს დღე ასე აღინიშნება და ეს უნდა იყოს მართლაც დაცვის დღე, არა მარტო უბრალოდ დღე, ენის დღე, არამედ ქართული ენის დაცვის დღე. იმიტომ რომ მხოლოდ დღეს არა, ეს პრობლემა მოდის ძალიან დიდი ხნიდან და ჩვენი წინაპრები დაბინძურების ენის, ხო? ენის, კი, რა ენა წახდეს, მოგეხსენებათ ეს ფრაზა. შემდეგ ენის, თქვათ, გახალხურებაზე, მე-19 საუკუნე, ილია აკაკი, თუნდაც ის სამი სტილის თეორია რა, მაღალფარდოვანი და ის ანტონ კათოლიკოსის. შორს სიღრმეებში რომ არ ჩავიდეთ, დღეს ყველაზე მეტად არის ეს პრობლემა. მართლა პრობლემაა, სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ქართული ენის სიწმინდის დაცვა და რატომ? სამწუხაროდ
ვქნა, უნდა ვთქვა ეს ტელევიზიებიდან გვესმის სწორედაც ზიზღის ენა, სიძულვილის ენა, რაც ქართული ერისთვის ნამდვილად არ უნდა იყოს შესაფერისი. ბავშვებს ესმით, თუმცა ნაკლებად უყურებენ ტელევიზიას, უფრო მოგეხსენებათ Facebook-ით სარგებლობენ და იქ კიდევ მით უმეტეს და ფიქრობ ხოლმე რა უნდა იყოს გამოსავალი. გამოსავლის მოძებნა ცოტა რთულია ამ ეტაპზე, იმიტომ რომ აი ეს მიმბაძველობა ძალიან კარგია, როცა თქვათ იცი რამდენიმე ენა, მაგრამ არ უნდა იყოს ეს მიმბაძველობა ნამდვილად ისეთი რომ დააზიანოს და განუკითხაობა ენის სიტყვათა მარაგში. მიმაჩნია რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საბავშვო ბაღიდანვე და სკოლაშიც გასაგებია რომ ჩვენ ვასწავლით ლიტერატურულ ნაწარმოებებს, მაგრამ აი უფრო ხშირად უნდა ხდებოდეს თუ რა მნიშვნელობა აქვს ქართულ ენას, რა ისტორია აქვს, რატომ არის რომ მსოფლიოში ერთ-ერთი 14 ანბან შორის არის სწორედ ქართული ენა და როგორმე ის რომ აყვარებ ერთია, მაგრამ რომ არ უნდა იხმარო უამრავი, თქვათ, ჟარგონი, ბარბარიზმი და მეტყველებას ანგარიში უნდა გაუწიოთ, რა თქმა უნდა, დაბალი სკოლის კი არა, უფრო დაბალი საფეხურიდან, რომ უყვარდეთ მშობლიური ენა. მშობლიური ენის სიყვარული მე როგორ მესმის, თუ ერთ-ერთი იცით რომ ისრაელი როგორი ერია და მათ შეინარჩუნეს 26 საუკუნის განმავლობაში თავიანთი წესჩვეულებთან ერთად თავიანთი თქვათ იდენტობა, თვითმყოფობა და მათ შორის ენა. ჩვენ რატომ არ ვფიქრობთ ამაზე და მე მახსენდება ახლა აი პირდაპირ ეთერია და ეს რა ვქნა უნდა ვთქვა, ესეც უნდა გავაჟღერო. პატარა ვიყავი სკოლის მოსწავლე, როცა ჩემი მშობლები წყალტუბოში ისვენებდნენ და დედა რომ ჩამოვიდა, ყვება იქაურ ამბებს, მე არაფერი არ მახსოვს, მაგრამ აი ეს ძალიან მტკივნეულად მახსოვს, რომ თქვა, რომ ქართველიო არ კადრულობსო, ქართულად საუბარსო. და მე ეს მეხსიერებაში ჩამრჩა. ჩვენ ბრმა მიმბაძველობა გვახასიათებს და ეს უკვე იწევს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს სწორედაც ენის დაბინძურებაზე. და მარტო სახელმწიფომ კი არ უნდა იზრუნოს, არამედ მშობლებმა, ჩვენ თვითონმა, ჩვენთაგანმა. გამიგრძელდა საუბარი ნამდვილად 1980-დან 93 წლის ჩათვლით მე მაყურებელს ვეტყვი, ქალბატონი ლამარა ჯანაშვილი მუშაობდა ბატონ ანზორ მაძღარაშვილთან მირზაანის მუზეუმში, იყო მეცნიერ თანამშრომელი. და ისე ბატონი ანზორი მოგიხსენებათ, შეგახსენებთ, რომ ბატონმა ანზორმა დაარსა თბილისში ფიროსმანის მუზეუმი და მირზაანში ააშენა საექსპოზიციო სივრცე მირზაანის მუზეუმი ფიროსმანის სახლ-მუზეუმის გვერდით ერთ სივრცეში არსებობს და ბატონ ანზორს აქვს ფასდაუდებელი 8 წლი ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევის საქმეში, ის იყო თავდადებული მკვლევარი ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების და ეს წიგნი, რომელიც თქვენ გამოეცით, როგორ მოხდა ამის გამოცემა? იმიტომ რომ მეზობლები იყავით, მთელი ცხოვრება იცნობდით ბატონ ანზორს, აი თუ რომ გარდაიცვალა მე, აი ანუ ეს ისტორია რომ გვიამბოთ და თან გითხრათ ამ წიგნში რა არის წარმოდგენილი, მაყურებელს და მსმენელს რომ უთხრათ. მე ბავშვობიდანვე ვუყურებდი ამ კაცის საქმიანობას, ის როგორც ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, ჩემი მეგობარი, მეზობელი იყო და ჩემი დის ნათლია. სოფელ ზემო მაჩხანში და მაშინ
ახლა მთლად პატარა ვიყავი, როცა მუშაობა დაიწყო. პირველ კლასში ვიქნებოდი, იმიტომ რომ 1966 წელს დაიწყო მუშაობა და მე არ მახსოვს რა თქმა უნდა ბევრი რამ, მაგრამ დიპლომატი ჩანთით რომ მორღობეში ჩაივიდა ხოლმე გამოპრანჭული, ახლა სოფლის კვალობაზე განსხვავებული ჩაცმულობის მამაკაცი და ფეხით დადიოდა ორ სოფელს გაივლიდა ხოლმე. მირზაანში მუზეუმი მირზაანის ბოლოშია. დირექტორს მანქანა არ ემსახურებოდა. არ ემსახურებოდა. და შემდეგ როცა უკვე წამოვიზარდე და მესმოდა ახლა ამის გაკეთებული საქმეები მუზეუმის მშენებლობას რაც ეხება და ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა იმ პერიოდში რადგან ასეთი მუზეუმის მშენებლობის გამოცდილება სახელმწიფოს არ ჰქონდა და დიდი ბრძოლა დაჭირდა მას და ეს მისი შეუპოვრობა თავდადება რაღაცა სიჯი უტექიზიყურით შეიძლება ითქვას აი ყველაფერი ჰქონდა გადადებული მისთვის ყველაფერი იყო მუზეუმი და როცა საერთო საქმეს აკეთებასია ალბათ დამეთანხმებით რომ ის უკვე მოითხოვს აბსოლუტურ თავგანწირვას და სწორედ ასეთი პიროვნება იყო და როცა მე ინსტიტუტი დავამთავრე მუზეუმში დავიწყე მუშაობა ჯერ ექსკურსია მწყობად შემდეგ მეცნიერ თანამშრომლად და ესეც და უკვე კი რა თქმა უნდა მისი დამსახურება იყო მისი ინიციატივა იყო ხო ეს რა თქმა უნდა მისი ინიციატივა იყო მანამდე სკოლის პერიოდში თუ მჭირდებოდა სიტყვით გამოსვლა ან რაღაც თემის დაწერა რაღაც ყოველთვის მას მიმართავდი ხოლმე და ყოველთვის მეხმარებოდა და ისიც უნდა აღნიშნო ალბათ რა ვიცი ესეც თulisაჭიროდ რომ თქვა როცა სკოლა დავამთავრე სკოლის პერიოდში მაშინ მომზადება არ იყო ასე რომ თქვათ ასე მასიურად თუმცა თუ ვერ აბარებდა აბიტურიენტი შემდეგ კი ემზადებდნენ ლექტორებთან მაგრამ სკოლაში მასწავლებლებთან არა და ის ერთი თვე სანამ აგვისტოში გამოცდები მექნებოდა უმოკლეს სასწავლებელში ის ერთი თვე დილით გამოივლიდა მომცემდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ასევე ისტორიაში, იმიტომ რომ ორივე სპეციალობა ჰქონდა დამთავრებული. მასალას და რომ ამოივლიდა სამსახურიდან, ამას ჩაიბარებდა და ერთ თვეში სისტემაში მოიყვანა მთელი ჩემი ცოდნა და პირველ წელსვე ჩავაბარე. უღრმესი მადლობა მას, ჯერ ამისთვის. შემდეგ კარი გამიღო აი ხელოვნების სამყაროში მომახვედრა. მართალია ახლა მეც ქართული ენა ლიტერატურა და ისტორიის სპეციალობა მაქვს დამთავრებული. და ხელოვნებასთან ახლოს არის ეს ორივე საგანი, მაგრამ აი უშუალოდ ხელოვნების სამყაროში მოვხვდი თანაც იმ პერიოდში, როცა ეს იყო უზომოდ აი სისხლსავსე ცხოვრება მუზეუმისა. უკვე გახსნილი იყო ეს ექსპოზიციო დარბაზი, მოგეხსენებათ ის გაიხსნა 1979 წელს. დიდი შრომა დაჭირდა. თქვენ მიხვდით 1980 წელს წელიწადში. 5 დღე როგორც კი დავამთავრე 5 დღეში ერთი სული ხოდა მივსულიყავი. და მეც რა თქმა უნდა რომ ხედავდი რომ ის როგორი სულისკვეთებით იყო ყველაფრის მიმართ და ის როდესაც მივიდა და მხოლოდ 4 ორიგინალი მემორიალური ანუ სახლი რომელიც თავად ფიროსმანმა ააშენა ეს დახვდა და რამდენიმე ათეულობით ექსპონატი. ნუ თვითონ ამბობს რომ შავ-თეთრი ფოტო, ეს ექსპონატი იყო შავ-თეთრი ისიც ფოტო. რკინიგზაზე რომ მუშაობდა ფიროსმანი და არქივში მოძიებული ფოტო. დანერდა 4 ორიგინალი. დანარჩენი ფაქტიურად სულ რაც არის დღეს 11000 ექსპონატზე მეტია, ეს არის უკვე მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოპოვებული. და აი თვითონ აი თქვენ რო თქვით რომ მუზეუმის ცხოვრება დუხტაო, აი როგორი პროცესი იყო ეს მაშინ, ეს რომ მოუყვეთ მაყურებელს და მსმენელს. არ არსებობდა თვე ახალი ექსპოზიცია არ მოგვეწყო დარბაზში. და ვინ იყვნენ ავტორები, ვისი ნახატები გამოიფინებოდა? ანუ სხვადასხვა ქართველი მხატვრების, უცხოელისაც მე ხა მახსენდება ახალი მისული ვარ რომ სამხატვრო აკადემიის პროფესორ მასწავლებლების
ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გოგი თოთიბაძე იყო მაშინ სამხატვრო აკადემიის რექტორი და აი ამ პროფესორ მასწავლებლების გამოფენა. ნათალა იანქოშვილის ცნობილი ქართველი მხატვრის მოეწყო რუსი მხატვრის სხვადასხვა პერიოდში იცვლებოდა ეს გამოფენები ეწყობოდა ასევე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა რაიონის ბავშვთა ნამუშევრების გარდა ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენისა ფოტოგამოფენასაც ვაწყობდით. შეხვედრა მოეწყო გიორგი ნატროშვილთან, რომელიც დაბადებული არის ზემო მაჩხანში, წერალი კრიტიკოსი, მისი შვილია თამაზ ნატროშვილი იყო. ესეც ლიტერატორი, ავტორი წიგნისა მაშრიყიდან მაღრიბამდე. შეიძლება მსმენელმა იცის. აი ამ ღონისძიებების ინიციატორი ბატონი აზორი იყო თუ კულტურის სამინისტრო ეუბნებოდა მიუთითებდა როგორ იყო? ამ ყველაფრის ავტორი მას მეტი თავისუფლება ჰქონდა. რადგან მუზეუმი იყო ცალკე ექვემდებარებოდა პირდაპირ არავის არ ექვემდებარებოდა მინისტრს ალბათ კულტურის სამინისტროს კი იყო და თანაც ჩასმული იყო იმ დროს ხომ საბჭოთა კავშირი იყო მოგეხსენებათ და ტურისტულ მარშრუტში იყო ჩასმული და უამრავი დამთვალიერებელი მოდიოდა საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არა 15 მოკავშირე რესპუბლიკა ხომ იყო და საზღვარგარეთიდანაც სოციალისტური ქვეყნებიდან მაშინ ხომ ახლა ჩაკეტილი სისტემა იყო თუმცა გერმანელი მეორე გერმანიიდან იქეთ ფედერაციულიდან ჰერმან ვედეკინდი ხელოვნების აი ხალხში ახლა ეხსომებათ რომ ეს იყო ხელოვნებაცოდნე და დადგა სპექტაკლი ქართული სპექტაკლები გერმანიაში და გრიფიუსის ქეთევან წამებული და აი ჰერმან ვედეკინდიც რამდენჯერმე ესტუმრა მუზეუმს როცა მე მუშაობდი და ასეთი იდეაც იყო გაჩნდა რომ უნდა დაახლოებოდა მირზაანი მის სოფელს ეს იყო თუ სწორად ვამბობ კირფ ბოირენი ასეთი სოფელი სადაც ჰქონდა დაარსებული ამ პიროვნებას კულტურის საბძელს ეძახდა თავის შეგროვილ ანუ რაღაც მასალას სადაც ამჟამად ვიცი რომ დაცული არის ფიზიკური ფარდაგი ნიმუში და ჩვენი ყოფილი თანამშრომლის ქალბატონ დალი ფიროსმანაშვილის აპლიკაციური ნამუშევრები ეს დალის წიგნი წამოვიღე ესეც ანზორის ხელშეწყობით გამოიცა რედაქტორია ხო რედაქტორია და აი ამის ნამუშევარიც არის იქ დაცული უნდა მომხდარიყო ამ ორ სოფელს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარება მაგრამ ანზორი როგორც ფიქრობდა ყველაფერი მზად იყო იქიდან მაგრამ არ იყო ის პირობები შედარებაც არ შეიძლებოდა ჩვენ სოფელში იმ დროს არ იყო ესეთი პირობები საყოფაცხოვრებო ხო საყოფაცხოვრებო პირობები და ფიქრობდა ანზორი რომ ამის გამო შეიკავეს თავი რომ ეს მომხდარიყო თქვენ თქვით რომ შეიძლება ზუსტად ეს სიტყვა არ იხმარით მაგრამ ამას ნიშნავს რომ ის იყო თავდადებული ადამიანი თავისი საქმისთვის აი პარალელურად როგორ ცხოვრობდა ყოველდღიურობაში ის თავის ოჯახთან ერთად აი ეს რომ უთხრათ საზოგადოებას დღეს მილიონები ხდებიან მუზეუმების დირექტორები და დაფრინავენ ფეხს არ ადგავენ საქართველოს მიწას აღნიშნე უკვე რომ ის ფეხით დადიოდა და როგორ დატოვა თავის ოჯახი ოჯახი გვიან შექმნა 40 წლის ასაკში შექმნა ოჯახი და ყავს 4 შვილი 3 ბიჭი და 1 ქალიშვილი გვიან შეეძინა მაგრამ თბილისში ალბათ ერთ ოთახში მოუწია ცხოვრება და სოფელშიც არაფერი ისეთი ნამდვილად ვიტყვი
მთელი არსებით იყო არაფერი ისეთი კი არა მე მგონი ის საყოფაცხოვრებო ყოველდღიური ისიც მოგვარებული ნორმალურად არ არის ანუ მე გადმოცემით ვიცი რომ მთელ თავის შესაძლებლობას ახმარდა თავის საქმეს დიახ ნამდვილად გეთანხმებით მთელი არსებით მთელი ყველაფრით იყო ჩაბმული ამ რა ვიცი საშვილიშვილო მე ვიტყვი რომ ეს იყო საშვილიშვილო საქმე და რატომ ნუ ფიროსმანი მოგეხსენებათ და ფართო საზოგადოებამ იცის რომ სიღარიბეში გარდაიცვალა საფლავიც არ ვიცით მისი დიახ მიუსაფარი უპატრონო თუმცა ბოლო წლებში მხატვრები დაინტერესდნენ მოგეხსენებათ ესენი იყვნენ ძმები კირილე და ილია ზდანევიჩები ისინი დედით ქართველები იყვნენ და საზაფხულო არდადეგების დროს იყვნენ ჩამოსულნი და მათთან ახლდათ მიხეილე დანტიუმ ფრანგი მხატვარი და რომ ათოლიერებენ ამ თბილის ნუ გაოცდნენ ამ დუქნები მოხატული იყო მისი სურათებით და მიაკითხეს შემდეგ ქართველმა მხატვრებმაც მიაკითხეს გაზეთშიც დაიბეჭდა სტატია ფიროსმანზე მაგრამ მალევე იმავე გაზეთში კარიკატურა გამოხატეს სადაც გამოსხარებული იყო ფიროსმანი და ამან საბოლოოდ ფიროსმანი გარიყა ფაქტიურად საზოგადოებიდან თანაც მოგეხსენებათ ეს არის პირველი მსოფლიო ომის წლები და 1918 წელს განსაკუთრებული ხო არ უამბნია ბატონ ანზორს კონკრეტული მონაკვეთის ირგვლივ თქვენთვის ის არა მარტო საექსპოზიციო დარბაზის მშენებლობის ინიციატორია და ამდენი ექსპონატების შემგროვებელი არამედ ბატონი ორგანიზატორი არამედ ბატონი ანზორი ამავე დროს ითვლება როგორც ფიროსმანის ბიოგრაფიის მკვლევარად. და გარკვეული წერილები და აქვს, მაგრამ ის ყოველთვის ამბობდა ხოლმე რომ მე ამოვდივარო აი ფიროსმანის გარშემოტრიალებს სულ და ფიროსმანის ნააზრევიდან. იმიტომ რომ მალევე ფიროსმანით დაინტერესდა მისი გარდაცვალების შემდეგ ქართული საზოგადოებრიობა და ის უფრო მიაჩნია მას ხელჩასაჭიდ მასალად და იქიდან გამომდინარე ბიოგრაფიაზე სასაუბროდ, ვიდრე დაუშვათ უკვე წლები რომ გავიდა და თქვა სხვადასხვა თვალსაზრისია. მის დაბადების თარიღთან დაკავშირებით, გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დაკრძალვასთან დაკავშირებით და ის ყოველთვის ამბობდა რომ მე უფრო აი ფიროსმანის მონათხრობიდან გამომდინარე ვაკეთებ ამ დასკვნასო. და მისი გარდაცვალების ადგილას ბატონი ანზორი რას ამბობდა? რა აქვს მოკვლეული ამ საკითხის ირგვლივ? სად არის დაკრძალული? ზუსტად არ არის ცნობილი და მე ვიცი რომ მაშინ გათხრებით ჩატარდა, როცა ერთ-ერთმა განაცხადა რომ თუ არ ვთქვი ვასო ჩაჩანიძე შეიძლება ზუსტად არ მახსოვს განაცხადა რომ ნუ სად არის დაკრძალ არა შეიძლება ვწდებოდი მე ბატონი ანზორი რას ამბობდა რომ როცა გათხარეს იქ ქალის ცულები აღმოჩნდა დიახ და ახლა ბუნებრივია როცა პეტრე პავლეს ეკლესიაზე არ არის ხო ლაპარაკი თუ კი ზოგი ამბობს რომ კუკიაზე ზოგი ამბობს პეტრე პავლეს სასაფლაოზე საგებია აი გამორჩეული საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი ფიროსმანის ცხოვრებიდან, რასაც ბატონი ანზორი კატეგორიულად არ ეთანხმებოდა და ქონდა სხვანაირი პოზიცია და თან ყოველდღიური შრომის პარალელურად დარწმუნებული ვარ ახლა ილია მარტყოფლიშვილი გვისმენს მის გაზეთში ახლა ბატონი ილია რედაქტორი აქვეყნებდა ქიზიყი ქვია არა შემიშალა გაზეთს რა ქვია შირაკი. აი, სულ აქვეყნებდა იმ გაზეთში თავის მოკვლევის შედეგებს და სტატიებს და აი ძალიან ცნობილი საზოგადოებისთვის, რასაც არ ეთანხმებოდა თუ ესეთი მონაკვეთი, რაც გახსენდებათ ფიროსმანის ცხოვრებიდან. ილია მარტყოფლიშვილთან დაკავშირებით ის შემიძლია ვთქვა, რომ მას აქვს არა, ბატონ ანზორზე. არა
ესე იგი ბატონი ანზორი სულ მუშაობის პარალელურად სტატიებს აქვეყნებდა გაზეთ შირაკში, რომლის რედაქტორი ახლა ბატონი ილია მარტყოფლიშვილია. აი რაიმე ისეთი ხო არ გახსენდებათ? რასაც შირაკშიც არა, მე მისი ხელმძღვანელობით გამოიცა რედაქტორობით გაზეთი ფიროსმანიც. დიახ. სულ 7 ნომერი გამოვიდა. ეს არის 90-იანი წლები და ამ გაზეთს უნდა მარტო ფიროსმანის ირგვლივ რა თქმა უნდა არ იყო იქ სტატიები. იქ სტატიები არის ზოგადად ხელოვნებაზე, კულტურაზე, ძალიან საინტერესო მასალებია იქ მოცემული და დაბეჭდილიც არის არა მარტო ფიროსმანის შესახებ, არამედ ზოგადად საჭიროებო საკითხებზე, რომელიც ეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რაც ეხებოდა. მაგალითად, სოფელი ღონიერია თუ კაცი ღონიერია, ასეთი ახლა მახსენდება წერილი სოფლის და სოფელი რომ დაიცალა. დიახ. და ეს პრობლემა უკვე 90-იანებიდან დღის წესრიგშია და დღეს საერთოდ დაცარიელებულია. ძირითადად მისი წერილები, ეს არის სწორედ დაბადების თარიღი 1862 წელს მოგეხსენებათ, არის დაბადებული და ამაზე ქალბატონ ნელისა აქვს კობიაშვილს სტატია და აი ამ პოლემიკის შესახებ აქვს წერილი დაწერილი. დიახ. ის არ ეთანხმება და ახლა მე ნამდვილად ვერ ვიტყვი გადაჭრით, მაგრამ ბატონი ანზორი ყოველთვის ამოდიოდა უფრო აი ფიროსმანთან ახლოს მყოფი ეს მოგონებებიდან გამომდინარე და თვითონ თავად ფიროსმანი ამბობს ამას, რომ აი ვარ ამდენის რაღაც. და აქედან რომ 1862 წელს არის დაბადებული და თქვენ 1980 წელს რომ გაიხსნა ფიროსმანის მუზეუმი თბილისში, თქვენ ხართ ამ პროცესის მონაწილე. და გთხოვთ, ეხლა ამ წუთებში ისიც შევახსენოთ მაყურებელს და მსმენელს, რომ იქ მიმდინარეობს თბილისში ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ფიროსმანის მუზეუმში, სადაც კიბის ქვეშ ცხოვრობდა ფიროსმანი, იქ მიმდინარეობს ეხლა რემონტი მთელი იმ სახლის აღდგენითი სამუშაოები და გასამაგრებელი და მათ შორის მუზეუმის და ახლა ამ წუთში იქ ფიზიკური სამუშაოებია და იქაურობა დახურულია. რა მოხდა 1980 წელს? როგორ მოხდა 2 წელს? 82 მაპატიეთ და თქვენ როგორი ფორმით იყავით აქ ჩართული, როგორი ამბობთ? და სულ ბატონი ანზორის ირგვლივ და ჩვენ გვესტუმრა 2 მამაკაცი, ახალგაზრდა მამაკაცი და მე ვარ ნოდარ დონაძე. ეგ გესტუმრათ მირზაანში? მირზაანში თბილისიდან. ჩუღურეთის რაიონი ხომ ეს დღეს სახმართველი ვარო, სახმართველობაში მუშაობ. განაცხადე და ძმა იყო კიდევ იმით დამამახსოვრდა, რომ ბალახის ჰოკეი ახსენა და გამიკვირდა, რომ საქართველოში ბალახის ჰოკეი არსებობს მეთქი კიდევაც და ამ ძმებმა ანზორს განუცხადეს, რომ აი თბილისში მალაკნების ქუჩაზე 29 ნომერში მართლაც არის კიბის ქვეშ ასეთი და სავარაუდოდ ფიროსმანი იქ. ანუ ადრე მალაკნები ერქვა მალაკნების ქუჩა, დიახ. რა თქმა უნდა, მაშინ გამოიქცა, ასე რომ ვთქვათ. და მაშინ ხომ იყო რა იყო? ბატონ ანზორთან რატომ ჩამოვიდნენ? იმიტომ რომ მის შესახებ უკვე იცოდნენ. რომ მუზეუმი ხომ იყო ფაქტიურად ფიროსმანის მუზეუმი და ახლა მე ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ანუ საინტერესოა თბილისიდან ჩამოვიდნენ მირზაანში, აქ იყო კულტურის სამინისტრო. არ გეტყვით, ახლა მე ჩემი აზრით მე ვფიქრობ, რომ ანზორის სახელი უკვე ძალიან პოპულარული გახდა რით, რომ როცა ეს მუზეუმის მშენებლობა დაიწყო, არა? ხო, საექსპოზიციო დარბაზის მშენებლობა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა ის. და სწორედ მისი შეუპოვრობა თავდადება თუ აი ყველაფერი საქმის თავი რომ გადადო. სწორედ ამ საექსპოზიციო დარბაზის აშენებას უკავშირდება. იმიტომ რომ მაშინ არ არსებობდა ჯერ ასეთი სახის პროექტის შექმნა. ეს ერთი. და მეორე, იმ ხუწლედები იყო. რა ვიცი, თქვენ გეხსოვებათ თუ არა, არ ვიცი. კი, მახსოვს. ხო,
და იმ მე-9 წლებში არავითარი კულტურული ნაგებობა არ უნდა აშენებულიყო. და აი აქედან გამომდინარე არა ხომ იყო ის რომ როგორმე ეს უნდა დარეგისტრირებულიყო როგორც საკოლმეურნეო სახლი და მართლაც ასე დარეგისტრირდა. ამაში ახლა მხარი აუბა ძალიან ბევრმა პიროვნებამ. მაშინდელმა კულტურის მინისტრმა ბატონმა ცხონებულმა ოთარ თაქთაქიშვილმა კი მწერალთა კავშირმა ირაკლი აბაშიძის ხელმძღვანელობით ლადო გუდიაშვილი ხომ ეხმარებოდა თვითონ ხელოვნების დარგის მუშაკები ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული და პირველ რიგში აი ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის კიდევ შალვა ამირანაშვილს აკადემიკოს ბატონ შალვა ამირანაშვილს რომელმაც 60-იან წლებში ფაქტიურად აი პერიოდი ხომ არის რომ ფიროსმანი გარდაიცვალა შემდეგ ქართველი მწერლები გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები დაინტერესდნენ ფიროსმანით დრო რადგან მცირეა, ეს შეიძლება ფართო საზოგადოებრივობამ იცის. ლადო ასათიანი თუ შალვა დადიანი თვითონ სოფელში ჩამოგბრძანდა და ადგილზე გაეცნო მის ბიოგრაფიას. აბიძეები ორივე ბევრი იყო ჩაბმული და შემდეგ უკვე მეორე მსოფლიო ომი ბუნებრივია, ახლა ვიღას ახსენდებოდა ფიროსმანი. შემდეგ პიროვნების კულტი ამ პერიოდშიც და აი უკვე 60-იან წლებში როცა კულტურამ გამოცოცხლება დაიწყო ეს იყო პირველი შალვა ამირანაშვილი რომელმაც ჟან კეიმი ფრანგი ხელოვნებაცოდნე ჩამოიყვანა საქართველოში გააცნო ფიროსმანი და შემდეგ გამოფენა მოეწყო ლუვრში აქედან იწყება უკვე ფიროსმანის მოგზაურობა ევროპაში და აი ბატონი აზორი რომელიც მოვიდა 66 წელს მუზეუმში და ასეთი სიტუაცია დახვდა მიხვდა რომ ფიროსმანს არ ეკადრებოდა ასეთი წირი გარემო და დაიწყო ბრძოლა რომ იქ ორიგინალებსაც მოეყარა თავი და დამთვალიერებელს ადგილზე ენახა და ეს მთელი ისტორია ამ ორიგინალების მოძიება 10 ორიგინალი გამდიდრდა და ამჟამად 14 კითხვაზე რატომ ჩამოვიდნენ თბილისიდან ბატონ აზორთან აი ნამდვილად და მე აბა ხომ გამოიქცა თბილისში მართლა გამოიქცა ანუ უკვე მალაკნების ქუჩაზე და იმ დროს იყო არტემ აზიროვი რაიკომის მდივანი და მახსოვს განათლების განყოფილების გამგი ამ ჩუღურეთის რაიონისა იყო სოლიკო მელაძე ღმერთმა გაანათლოთ ორივე სული აი ისეთი ენთუზიაზმით და ჩვენ სასტრაფოთ იქიდან ხო ერთი ოთახი გამოათავისუფლეს ეს ოჯახი სხვაგან ბინა მისცეს და ბატონმა აზიროვმა გააკეთა ეგოცებ ხო საზოგადოებრივ საწყისებზე ჩვენ იქიდან ჩამოვიტანეთ რაღაც ექსპონატები რის საშუალებაც იყო და მე ბედნიერი ვარ რომ პირველი ექსკურსიის მიღება მე მხვდა წილად ამით ვამაყობ ტელევიზია თუ იყო ტელევიზია ანუ ეს კადრები ეს მოეწყო იქ პატარა იტალიური ეზო იყო ძირითადად პედაგოგები იყვნენ იმიტომ რომ ხომ თბილისური ეზო ხო თბილისური ეზო და მე მეორე განყოფილებაც ერთ-ერთი მასწავლებლის ოჯახში იმ ეზოში კი იმავე ეზოში და ეს სოლიკო მელაძე ასეთი პიროვნება იყო. მე უკვე მე აღარ მუშაობდი, მაგრამ შემდეგ ჯუმბერ პატიაშვილი იყო ცეკას მდივანი და ის შეპირდა რომ თლიანად ამ ქუჩაზე ანუ ამ მოსახლეობას დააკმაყოფილებდა სხვა საცხოვრებელი ბინით და გააფართოვებდა მუზეუმს თბილისში, მაგრამ 90-იანი წლები ეს ყველაფერი ამან შეაფერხა და თუმცა 88 წელს უკვე ოფიციალურად გაიხსნა მუზეუმი. და ის ითვლება მირზაანის ფიროსმანის მუზეუმის ფილიალად.
დიახ. ეხლა ქვია ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი და ექვემდებარება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს. ეროვნულ სააგენტოს. ამაზე ძალიან წუხდა ბატონი ანზორი, რომ როცა იყო დამოუკიდებელი, ანუ ფინანსებზე სტომაც, აი ეს ღონისძიებები წეღანო მკითხვა დამისვით, რომ როგორანაირად უფრო თავისუფლად ხერხდებოდა. ერთი ღონისძიებაზე მიამბეთ პირადი საუბრის დროს, სადაც ბატონი რეზო ადამიანიც მონაწილეობდა. აი რა ღონისძიება იყო? 90-იან წლებში მოგეხსენებათ, მე კი აღარ მუშაობდი, მაგრამ ამ ყველაფერს მე გიყვებით. ბატონი ანზორის მონაყოლიდან დაახლოებით 10-12 წლის წინ გადავწყვიტე, რომ ეს კაცი არის ღირსი, მეთქი რომ რაღაც მასალა მოვაგროვო, ასე რომ თქვა. ანუ მის სიცოცხლეში მის სიცოცხლეშივე ზუსტად წელი არ მახსოვს, მაგრამ ალბათ 10-12 წელი იქნება და ზაფხულში როცა ჩემ მშობლებთან ავდიოდი, ჩემი მეზობელი იყო და ის თბილისიდან ჩამოდიოდა სოფელში. ხან რას მომირბენინებდა რომ იტყვიან, რასაც იპოვიდა, თქვათ გაზეთს ან რაიმე ჩანაწერს და აი ასე თან მოგროვდა ეს მასალა და მის მონაყოლს გიყვებით ამჟამად ამ წიგნითაც და პირდაპირ ეთერშიც. 90-იან წლებში რა თქმა უნდა საერთო მდგომარეობა მოგეხსენებათ როგორი იყო და აღარც ფიროსმანობა იმართებოდა, სახალხო დღესასწაული დიდი ამბით აღინიშნებოდა ოქტომბრის მესამე შაბათს, უკვე როცა ქიზიყელებს დაბინავებული ჰქონდათ მოსავალი და მერე წნილით მოწნულ ქოხებში ეწყობოდა ხოლმე ყველა კოლმეურნეობის გამოფენა, რაც მოწეული პროდუქტი იყო და მასპინძლობდნენ ქალაქიდან და სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ სტუმრებს. მოგეხსენებათ, მუზეუმი 1979 წელს გაიხსნა, იყო ზღვა ხალხი იმ პერიოდში და ხშირად სტუმრობდნენ მუზეუმს კიდევ მსახიობები, ხელოვნების მუშაკები, მხატვრები თავისთავად. და ვახსენე რომ სისხლსავსე, მართლაც სისხლსავსე ცხოვრება იყო. ვუშვებდით, აი ეს ალექსანდროვის ქაღალდი იყო, თლიან ფორმატზე რომ არის. ყოველ თვე რედაქტორი ვიყავი, იმ გაზეთში იბეჭდებოდა ყველა ის საქმიანობა, რასაც ვაკეთებდით. დიახ. მუზა ერქვა. და ამაზე წერილი იბეჭდებოდა კიდევაც, თქვენ რომ ახსენეთ და არა მარტო ეს, ბატონი ანზორის მუზეუმის თანამშრომლების წერილები უამრავია, რომ ვნახოთ ისევ ბატონ რეზოს რომ ბატონ რეზო იმიტომ ვახსენე რომ საინტერესო ფრაგმენტია. ეს იყო უნდა დაარსებულიყო საერთაშორისო ცენტრი, ეს იყო ბატონი ანზორის იდეა 99 თუ 18 წელს იუნესკოს ეგიდით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მხატვრები ჩამოვიდნენ და ერთი თვის განმავლობაში საველე პირობებში მუშაობდნენ. აი სასწაული არ არის და ეს გამოფენა მოეწყო სოფელ მირზაანში, და მე მაქვს დენი რომ არ ქონდა, წალი რომ არ ქონდა, ეს პერიოდია. ხო, გამოგებული მაქვს, აი რომელი სად იყო განლაგებული, ანუ კარვებში არ ვიცი თუ ჩანს. ეს არის გეგმა, ხო? გეგმა კი. ეს ფიროსმანის მუზეუმი და ეს მის ტერიტორიაზე იყო განლაგებული. ვერ დაინახავს მაყურებელი, ვერაფრით. ხო, მაგდეთ მაკ დანლოპი, ერთი ელა გიფსი, ოლეგ ტიმჩენკო, მამუკა ჯაფარიძე, მანანა დვალი, ანუ აკლია ეს ფურცელი. დიახ. ანუ სხვადასხვა და შემდეგ აი ასეთივე განზრახვით იყო სწორედ ბატონი რეზო ადამია, ფიროსმანის გარემო, ასეთი ნახატების შექმნა. იუნესკოს ის პერიოდია უკვე გელათი და ბაგრატი უკვე იუნესკოს სიაშია მოხვედრილი, ამის შემდგომ პერიოდს ყვებით, ანუ 98 და შეიქმნა ქალბატონო ნინო პროექტი. ეს პროექტი ბატონმა ანზორმა მე მაჩვენა საკმაოდ დიდი მოცულობისაა და შეძენილი იქნა ტერიტორია, მიწის ნაკვეთი მუზეუმის გარშემო და სოფელ მაჩხანში რამდენიმე შენობა, სამი შენობა, სადაც სასტუმრო თუ სხვადასხვა ამისთვის და ჩამოსული იყო ასეთი ჰელენა დობრა, იუნესკოს ექსპერტი. მათ შორის ხების ერთ-ერთი ჰელენა
რომლის ხელმძღვანელობითაც ეს პროექტი ყველაფერი იქ მოცემული აბსოლუტურად რა ამ ხარეს რა შესაძლებლობების განვითარება შეუწყობდა ხელს. კერძოდ იმას რომ აღორძინებულიყო ხალხური მრეწველობა, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოსულიყო, რომ დასაქმებულიყო და კულტურული კერა შექმნილიყო. და ამაზე დაინტერესებულ პირს შეიძლება ნახოს კულტურულ კერებზე, რომ სოფელშიც უნდა იყოს აღორძინებული ბატონ ანზორს როგორი წარმოდგენა. ესე იგი, გადაცემის დასრულებამდე 10 წუთამდე დაგვრჩა და მე მინდა ამ წიგნის გარდა კიდევ სხვა წიგნებზეც მოვასწროთ საუბარი. ისევ ბატონ ანზორზე გამოცემულ წიგნს მიუბრუნდეთ თუ შეიძლება. ესე იგი, ეს წიგნი არ გაიყიდება, თქვენ მაგივრად მოკლედ ვიტყვი, არ გაიყიდება, მაგრამ დაინტერესებულ პირს, ვისაც უნდა რომ გაეცნოს შიგნით რა, რამდენ გვერდიანია და შეუძლია მივიდეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, უახლოეს დღეებში მიიტანს გამომცემლობა გრიფონის ხელმძღვანელი, ხო? დღეს გამოვიტანეთ ეს წიგნი. არა, მე ძალიან მომეწონა ვიზუალურად ფოტოების ხარისხი. უღრმესი მადლობა. მე ძალიან მომეწონა და მადლობა გრიფონს. გრიფონს 75 გვერდია, მაღალ პოლიგრაფიული. აი, ხომ ნახეთ შესრულებული და უზომოდ კმაყოფილი ვარ, მეც პირველად მიჭირავს ხელში მიკავია ეს წიგნი და უღრმესი მადლობა და მე მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც მხარში დამიდგა. პირველ რიგში დედოფლის წყაროს გამგეობას, მის მერს ნიკოლოზ ჯანიაშვილს. მეც მადლობას უხდი და აკრძალვაზე ბრძანდებოდა და მე ვუთხარი თუ საჭიროდ ჩათვლით მეთქი იქნებ მომეხმაროთ ამ წიგნის გამოცემაში, შემპირდა და ეს შეასრულა კიდევაც. ყველა მის თანამშრომელს, რომლებიც მიკავშირდებოდნენ და დაინტერესებულნი იყვნენ, მე მინდა თქვენს ქალბატონ ნინო გადაგიხადოთ დიდი მადლობა რომ სულ საქმის ყურში იყავით ქალბატონ თამრიკო შაიშმელაშვილს ქიზიყელ მე თავს მოვიწონებ ყველასთვის რომ ჩემი წერილიც არის ამ წიგნში და 3 ფოტო უღრმესი მადლობა ბატონ გულბადი ამირანაშვილს საერთოდ დიდი ადამიანი შვილები ყოველთვის მამის ჭრდილში არიან ხოლმე მაგრამ ბატონო გულბადი ვიცი რომ მისმენთ და ნუ შალვა ამირანაშვილის შვილი ბატონი გულბადი რომელმაც ასე რომ თქვათ მართლაც სამკაულივით გაუკეთა წინასიტყვაობა ჩემს ნარკვევს და რედაქტორიც ის გახლავთ და მინდა აღვნიშნო რომ მთელი ეს წლები ვფიქრობდი ერთმა ჟურნალისტიკა დამთავრებულმა პიროვნებამ მითხრა რომ თავარი სათაურიაო და სათაურს ვერ პოულობდი და მისი წინასიტყვაობიდან ეს არის ფიროსმანის სიყვარულში ჩაძირული ადამიანი. წიგნის სათაურიც ბატონ გულბადს ეკუთვნის. უღრმესი მადლობა ამისთვის. თქვენ სტუდენტი ბრძანდებოდით, როცა პირველი საეკლესიო კალენდარი გამოვიდა, მაგიდაზე გიტევთ და აი აქ როგორ მოხდა თქვენთვის არის პატრიარქის ავტოგრაფის სამახსოვრო წარწერა ეს მინდა თან აჩვენოთ მაყურებელს როგორ გამოიყურება წიგნი თორე ავტოგრაფს ვერ დაინახავს ეს მე ყოველ წელიწადს გამოდიოდა მაგრამ ეს არის 1978 წელს გამოცემული და თავად ახლა სხვა წიგნიც მაქვს რომელიც როცა ხორნაბუჯი მე სოფელ ხორნაბუჯიდან ვარ ეს არის ახალი სოფელი 88 წელს გაიხსნა და კათალიკოს პატრიარქი უწმინდესი ორჯერ ბრძანდებოდა ამ სოფელში და წიგნებიც გვაჩუქა და ეს წიგნი წამოღებული გვაქვს და ეს როცა სტუდენტი ვიყავი ესე იგი თქვენ ხართ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის მშვიდრი მაგრამ ის წიგნი ბატონ ანზორზე დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის მერმა დააფინანსა ხორნაბუჯი სოფელი სხვათა შორის დედოფლის წყაროშიც არის ორი სოფელი და უწმინდესი ჩამობრძანებული იყო ალავერდში მოგეხსენებათ სექტემბერში ალავერდობა ეს 78-ში 77-ში იყო ჩამობრძანებული ახლად იყო პატრიარქად უკვე დანიშნული კურთხეული და ჩვენ სტუდენტები მივყავდით ხოლმე შემოდგომაზე დასახმარებლად რთველში
და იქვე სადაც არის ეს სოფელი ალავერდი და ტაძარი არის სოფელი ოჟიო საიდანაც ჩანს ეს ტაძარი და გავიგეთ რომ პატრიარქი იყო ჩამომბრძანებული მაშინ ახლა მოგეხსენებათ ვინ გაგვიშევდა და ნაწილი სტუდენტებისა გაიპარა და ჩვენ ვერ გავიპარეთ პატრიარქთან შესახვედრად და მე გაზაფხულზე თბილისში ჩამოვედით და ეს მაშინ გვაჩუქა ეს ჩამოხვედით და ეს თბილისში ხო აი როგორ მოხდა ეგ მაშინ როგორ გააკეთე რა ვიცი გააკეთე ჩაულებრივად ესე ადექით და მიხვედით პატრიარქთან იმიტომ რომ მაშინ ჯერ ეხლა რა დიდი არაფერი მორწმუნე ჩვენ არ ვართ ეკლესიურები და ფარულად იყო არ იყო იმიტომ რომ როცა ჩვენ გვჭირდებოდა მე ხომ გითხარით რომ აი რატომ მიხვედით პატრიარქთან მაინტერესებს ვიცი ეს იყო რაღაც არ ვიცი იქ ხომ გვინდოდა გვენახა რა დიახ გვენახა მაშინ თქვეს რომ სტუმრები რომ იყვნენ ჩამოსულნიო ვატიკანიდან თქვეს რომ ისეთიო ჩაატარაო წირვაო რომ თავი ვატიკანში გვეგონაო რა შუაში იმდენად პატრიარქი სად ჩვენ და სად ვატიკანი არა წარმომადგენლები ესწრებოდნენ მისახსრებაზე და ვატიკანიდან ხო სტუმრები იყვნენ რა ჩამოსული და თავიო ჩვენ ვატიკანში გვეგონაო და ახლა ხომ დადიოდა მაშინ რაღაცა ლეგენდასავით აი ასეთი პატრიარქი ნუ ახლა დანიშნული და უკვე ქონდა მას სიყვარული ხალხში და მე ჩვენ რით დავინტერესდით იცით ოღონდ ნებართვა ავიღეთ. გვაინტერესებდა ქრისტეს ეს გამოსვენების რაღაც ცერემონიალი, ჯვრის გამოტანის ცერემონიალი. ჯვრისა და მაშინ ხომ კომპარტია ასეთი პარტია იყო, წარმომადგენელი ყავდა და ვთხოვეთ რომ ჩვენ ეთნოგრაფიული თვალსაზრისით გვაინტერესებს ეს რიტუალი. აღდგომის რიტუალი და ნება დაგვრთეს რომ იმ რიტუალს დავსწრებოდი. რომელი წელი იყო ეს? ეს ჩემი სტუდენტობის ხანა 75-80 წლები და დაახლოებით იქნებოდა ალბათ უკვე აი მიახლოებული 18-19 წელი. სად დაესწარით? თელავში. ერთი მოქმედი ტაძარი იყო. ერთი სიღნაღში იყო მაშინ მოქმედი და თელავში, კახეთში. თბილისში. კიდევ ერთი საინტერესო გამოცემა. ეხლა აქ არის ეს ყდა სამწუხაროდ ეს ალბათ 66-ში პირველ კლასში ვიქნებოდი, როცა გამოსცა ბატონმა ანზორმა შალვა ამირანაშვილის რედაქტორობით, ეს არის გზამკვლევი. ეს მეორე გზამკვლევია, რომელიც 72 წელს გამოიცა. ნიკო ფიროსმანაშვილი, ესეც გზამკვლევია. და ბატონი შალვა რედაქტორი. დიახ. შემდეგ აი ხატვრის სავანე, ასეთი წიგნი. ეს დიახ, ესეც ფიროსმანზე, დიახ. ბატონი ანზორია რედაქტორი თუ ავტორი. ავტორი და ეს კიდევ ვაჟა-ფშაველა შლის ნუკრის ნაამბობი. მოგეხსენებათ ცხოველებს როგორ ხატავდა და განსაკუთრებით შლის ნუკრებს და აი გამოსახე. დიახ. და პარალელებია გავლებული ვაჟა როგორც ბუნებიშვილი და ბატონი ანზორი წერს ამაზე. და მოვასწროთ ერთი წუთი დაგვრჩა ვაჩვენოთ მაყურებელს აი ფიროსმანზე კატალოგი. ეს არის ბიბლიოგრაფიული იშვიათობა. ეს არის 1926 წელს გამოცემული და ტიციან ტაბიძის, გრიგოლ რობაქიძის, გერონტი ქიქოძის, კირილე ზდანევიჩის და კოლაუ ჩერნიავსკის ავტორობით ფიროსმანზე რაც მოაგროვეს მასალა და ამავე დროს არის აქ მოცემული ფიროსმანის ნახატების შავ-თეთრი კატალოგია მოცემული და ეს წიგნი როგორც გითხარით იყო ბიბლიოგრაფიული იშვიათობა. შემდეგ ებრაელებთან ურთიერთობაც მაქვს ამ წიგნში გადმოცემული და აი მათი მეშვეობით მოხდა ამ წიგნის ხელახალი დაბეჭდვა. გასაგებია. და ერთი მე მაჩუქა ბატონმა ანზორმა და ეს მართლაც ეს წიგნი გადაცემა მემკვიდრეობა დასასრულს მივახლოვდა. ბევრი რამ უღმესი მადლობა. მე შეიძლება რაღაც ისე არ ვთქვი, შეიძლება და უკეთ კითხვის დასმა, მაგრამ თქვენი საუბარი საინტერესო იყო და რაც მთავარია ბატონი ანზორის ღვაწლზე
თქვით ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი და ხაზი გაუსვით. უღრმესი მადლობა წიგნი რომ გამოეცით უანგაროთ ყოველგვარი ქვენაგრძნობების გარეშე ბატონი ანზორის ღვაწლის უკტავსაყოფად ამისთვის მადლობა გადაცემა მემკვიდრეობა დიდი მადლობა დასასრულს მიუახლოვ და შეგახსენებთ რომ გადაცემის სტუმარი გახლდათ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქალბატონი ლამარა ჯანაშვილი. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით. კარგად გრძანდებოდეთ.